მიმართულები და რაც უფრო ესეთი სტანდარტული თულები არის, თქვათ, მეშებთან მუშაობისთვის და ასე შემდეგ, ისეთი თულები არის, რაცაც აქ ვიყენებთ რა. მაგრამ ნუ მაინც ახლა რაღაცა ხელსაწყობი გააქვს და შეგიძლია რაღაცები აკეთო, რაც რა თქმა უნდა კაია რა. საერთო ჯამში. მაუსზე როგორ უნდა გადავთო არ მახსოვს. ხო, ნუ მოკლედ, ესეთი რაღაცა. ახლა იდეა რა არის რა, საერთოდ ამ გაუსების უკან თავიდან, ერთ-ერთი პირველი, სანამ ეს გაუსები შემოვიდა და მანამდე იყო ნერფი. ეს ნერფის პირველი ნაშრომი რო გააკეთე, ნერფი არის neural radiance field, ესე იშიფრება რა. შემოკლებით ნერფი დაარქვეს. ხო და ანუ ზოგადად radiance არის ეგეთი ისა, რენდერინგშიც ვიყენებთ, ანუ radiance აღნიშნავს რაღაცა სინათლის ინტენსივობას, რომელიც რაღაც მიმართულებიდან მოდის. ეგ რაღაც სხივის გასწვრივ რო მოდის რა. ეგ არის radiance. irradiance არის, თქვათ, აი ჯამი სხვადასხვა მიმართულებიდან მოსული ყველა სინათლისა, მაგალითად რაღაცა ერთ წერტილში, აი მაგალითად ზედაპირზე როცა აკვირდები, აი თქვათ აქ მთლიანი ყველა მხრიდან რა შუქი მოვიდა, ეგ არის irradiance, მაგრამ radiance არის აი კონკრეტულად ერთ წერტილში მოსული და არა ერთი წერტილიდან გამომავალი. ხო, ერთ წერტილში მოსული ყველა მიმართულებიდან ეს იქნება irradiance, მაგრამ radiance არის როცა ერთი კონკრეტული მიმართულებიდან მოსულ სინათლეს ვაკვირდებით, ეგ არის irradiance და ეგ არის radiance და ანუ radiance field-ი შესაბამისად რა არის რაღაცა ესე ვთქვათ ველი, რომელიც რაღაც სხივის გასწვრივ მომავალ სინათლებს აღწერს. მთელ სივრცეში რო წარმოიდგინო, რომ აი მთელი სივრცე გაქვს რა რაღაც სიტყვაზე კუბი ავიღო, ხო? ამ შემთხვევაში აი ეს რაღაცა ხო გვაქვს და ნებისმიერი ამ კუბში გამავალი ნებისმიერი სხივისთვის, რამაც კი შეიძლება გაიაროს. ხო? თქვა, რომ აი ანუ რაღაცნაირად გავზომო რა, ანუ რაღაც ხელსაწყო მაქვს, გასაზომი, რომელიც ნებისმიერ სხივს ზომავს, რაც ამ რეალურ გარემოში, აი ამ სივრცეში გაივლის და იტყვის, რომელ სხივს რა ენერგია გადააქვს. ხვდები ხო, აი ამ მაგალითად ახლა ამ კონკრეტულად აი ამ წერტილში თუ უყურებ ჩემი მიმართულებიდან, ეს ხო არის რაღაც სხივი, რომელიც აქედან ჩემსკენ მოდის და ეს არის აი ეს ფერი, რასაც აქ ხედავ. თუ მოვატრიალე, რასაც ხედავ. ხო, ანუ თუ მე მაქვს რაღაც ესეთი magic ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია რომ ეს radiance-ები გაზომოს, ჩაწეროს, თქვათ, და მე მქონდეს საშუალება რომ ესე ვთქვათ, რაღაცნაირად დახატოს, ხო? ანუ კაი იქნებოდა იმ ხრივ, რომ ანუ შემეძლება ესე იგი ყველა მხრიდან ვაჩვენო ესა თუ ის ობიექტი რა. ხო და ანუ ეს არის ესე ვთქვათ ერთ-ერთი მცდელობა მაგისი რა. ხო, ეხლა რაც შეეხება როგორ ხდება რა, ანუ ხო, პირველი არის რომ აი მაგალითად ეს radiance field-ები არ არის ახალი თემა, ამაზე დიდი ხანია მიდის ლაპარაკი, ჯერ კიდევ იქიდან, როცა არც არ იყო რა, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა მაგის, უბრალოდ ამბობდნენ, რომ აუ რა კაი იქნება, რომ ეგეთი რაღაცა გქონდეს, ეგეთი მეთოდი. ახლა შენ შეგიძლია ნებისმიერ იმას რენდერის ესე ვთქვათ აღწერას ესე ვთქვათ წარმოიდგინო როგორც radiance field-ის რაღაც ტიპის ვიზუალიზაცია, ხო? ანუ კამერას თუ უყურებ, კამერას კონკრეტული ხო, ანუ რაღაცა ვიზუალიზაცია, ოღონდ რა თქმა უნდა მარტო იმას ზომავ, რასაც კამერაში არენდერებ და დანარჩენ ყველაფერს ისვრი რა, ხო. მაგრამ მოდი აი ანუ თუ კი ისეთი რამე იქნება, რომ მე ერთი კამერისთვის კი არ დავარენდერებ, რაღაცნაირ ფორმატში მე ჩავწერ ამას, რომ ყველა სხივების სხვადასხვა მიმართულებებისთვის მე ვიცოდე სად რა ფერი მიდის, ხო? და შემდეგ მექნება საშუალება, რომ რომელი კუთხიდანაც მინდა რა პოზიციიდანაც მინდა დავარენდერო რა ეს, უბრალოდ დავათვალიერო უკვე არსებული დატა, რაც ჩაწერილია. რამე კი არ გამოვთვალო ახალი.
უბრალოდ რაღაც უკვე გავზომეს სივრცეში და შემეძლოს რომ იმას აქვნა რა გამოთვალო. შემეძლოს რომ უბრალოდ დავხატო ეს რაც გაზომილია. ხო, ეხლა ეს ერთი წამი რაღაცა ეს აქ დავდეთ. ხო, მოკლედ შემდეგი ეტაპი, ხო, ეხლა მაგალითად მანამდე როგორ ხდებოდა პირველი ეტაპი ხა იყო რომ თქვა მეშების დაგენერირება როგორ ხდებოდა, მაგაში იყო დიდი ინტერესი რა, ძირითადად რაღაცა რავი surface modeling-ი როცა ხდება და რაღაც მე თქვა VFX-ისთვის გჭირდება და რაღაც, ხო? ეს გეომეტრია. ან რავი, ან რაღაც სხვა მიზნისთვის არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ერთ-ერთი ამოცანა არის view synthesis ესე ქვია რა, გაქვს მაგალითად სხვადასხვა ხედი ერთ და იგივე გამოსახულების და შენ შეგეძლოს ინტერპოლაცია რა, რაღაც ორი სურათი გაქვს შუალედური გამოსახულების. ეგ ძალიან ბევრი გამოყენებები აქვს მაგას. ერთ-ერთი არის მაგალითად ვიდეო კომპრესია რა, თქვა შენ თუ რეალური სცენა გაქვს, სადაც კადრები არის, ხო? ერთ და იგივე ობიექტის სხვადასხვა მხრიდან, შენ გინდა რომ ან თქვა კამერა მოძრაობს, ხო? და შენ არ გინდა რომ ეს შუალედური კადრები რაღაც კარგი გადასვლა გინდა რა, რომ კონდეს. უბრალოდ რაღაც ფერების ინტერპოლაცია კადრებს შორის, არ არის ხო, კარგი გადაწყვეტა. ხო, რაღაცნაირად უნდა ისექნა, რომ მოძრაობა დააფიქსირო, პიქსელი კონკრეტული სივრცული წერტილის რაღაც ამწერი პიქსელი წავიდეს ერთი კადრიდან მეორეზე, ხო, სადაც უწევს. ხო და მაგისთვის უკვე სივრცული აღქმა უნდა გქონდეს რა, სად არის ეს პიქსელი სივრცეში და მთელი ამბავი. და ეგ არ არის იოლი ამოცანა და ეს მაგაში ხო ჯერ იყენებენ. არა, ეს ნერფის მეთოდი რატომაც გაკეთდა იყო ეგ, რომ მაგ ამოცანას ხსნიდა რა. view synthesis ამოცანის ამოხსნის მეთოდია ეს ნერფის მეთოდი. მარტო თეორიული სამომავლო გამოყენება არ არის რაღაც. ხო, რა თქმა უნდა. კონკრეტულად გეუბნებია რომ ამ view synthesis ამოცანას ხსნის ძალიან კარგად, იმიტომ რომ რეალურად შენ შეგიძლია თქვა რომ გაქვს ეს input სურათები, რაც არის რაღაც ამდენი და შენ ახლა უბრალოდ რავი სპლაინი რო დააგენერო, ხო, ამ კამერის კოორდინატების გასწვრივ და იმის მაგივრად რომ შენ მარტო ამ წერტილებში კი არ დააგენერო სურათი, ხო? შეგიძლია უბრალოდ გაზარდო ახლა თუ მაქვს რა ვიცი რამდენი სურათია, ხო? 70 სურათი. შემიძლია გავხადო რავი 400. მიხვდი? და ამათ შორის, სადაც რეალურ კოორდინატებს შორის დავაგენერო რაღაც დამატებითი კოორდინატები კამერის, დამატებითი ორიენტაციებით და შესაბამისად უფრო იმათთვის იქნება ის შუალედური სინთეზური გამოსახულებები, რომლებიც ჩაჯდება და ინტერპოლაციას გააკეთებს. ამ ამოცანისთვის გაკეთდა და ეს არის მთავარი რა. მაგრამ უბრალოდ რახან ეს უბრალოდ რაღაც ორდეში არ ხსნის ამ ამოცანას, ეს რეალურად ეს 3D-ში გადააქვს, ხო, ამბობს რომ ეს რო სწორად გაკეთდეს, უბრალოდ ჩვენ უნდა გქონდეს სწორი სივრცის აღქმა, რომ რას უყურებს კამერა, რომ ეს მერე შესაბამისად სწორად მოხდეს ინტერპოლაცია და ხსნის radiance fields. Radiance field-ი არის უცნობი, ესე ვთქვათ რა. და უნდა ამოიხსნას ეგ radiance field-ი. და რაც radiance fields ამოხსნი, უკვე რა თქმა უნდა ტექნიკური ნაწილია, როგორ ჩაწერ ამ radiance fields რა ფორმატში და როგორ აჩვენებ. ეგ ტექნიკური ნაწილია, მაგრამ ამოცანა არის რომ radiance field-ი ჩავწეროთ, იმიტომ რომ view synthesis პრობლემა გადავჭრათ. ხო, ეხლა როგორ აკეთებდა ამას ის ნერფის მეთოდი. ნერფის მეთოდი უბრალოდ ყოფდა ბლოკებად, ჩვეულებრივი როგორც სურათი არის პიქსელებად, ხო? uniform grid-ი სივრცე შეიძლება აიღო, დაჭრა ხო რაღაც რავი რაღაც ამდენი
აა ანუ ყველა კუბიკზე ყველა ანუ სპარსი იყო დენსი იყო გაგრას, მაგრამ უბრალოდ ყველა ამ წერტილს იმას კუბიკს ჰქონდა ტრანსპარენსი რა. როგორც ახლა, ანუ ყველა კუბიკს აქვს ჩათვალე ფერი, რომელიც ოღონდ ერთი არ არის. ის არის სფერიკალ ჰარმონიკით შეგვიძლია მიმართულებაზე გააკეთოს სხვადასხვა ისა რა, სხვადასხვა ფერი მისცეს რა, რო თქვა ერთი მიმართულებიდან ერთი ფერი იყოს, მეორედან მეორე. და ცოტა უხეშად რო ვთქვა, ესე იგი შენახული გაქვს კონკრეტული წერტილისთვის კონკრეტული მიმართულებები. ნამდვილი ფერები და ინტერპოლაციას აკეთებ იმ საიტი ხედები თუ რამე უფრო ჭკვიანური. ვერ მივხვდი კითხვას. ანუ თითოეულ ტექსტელში ამ შემთხვევაში თუ რაც არის პატარა კუბიკში. ხო. პირობითად ვინახავთ რამდენიმე მიმართულებით ფერებს, რომელიც მაგალითად რაღაცა ინფუტიდან მოვიდა და შუალედურ მიმართულებზე ინტერპოლაციას ვაკეთებთ თუ არა, სხვა მეთოდი არის. ანუ ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ მოდი აი გავამარტივოთ, მოდი ვთქვათ, რომ ერთი ფერი არის. არა გვაქვს არაფერი სფერიკალ ჰარმონიკი, ერთი ფერია და გამჭვირვალობა აქვს. ანუ დიფუზიური მარტივი შემთხვევა. ხო, დიფუზიური სცენაა ვთქვათ რა, ანუ არა დიდი სპეკულარული არეგულები არ აქვს. ხო, და ერთი ფერი და გამჭვირვალობა და როგორ უნდა, ანუ ამ შემთხვევაში აი ეს კუბიკები რაც აქ არის, ხო, აი ამ ადგილას სიტყვაზე იქნება გამჭვირვალე, ხო? კი, იმიტომ რომ ამ სივრცეში რაც აქ მოცემული არის, ამ ადგილებში არაფერი არ არის. ხო? შესაბამისად აქ საბოლოო ამონახში მინდა რომ გამჭვირვალობა იყოს. ანუ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და ფერს აღარ აქვს მნიშვნელობა. და სიტყვაზე აი აქ უნდა იყოს რაღაც თეთრი, აქ უნდა იყოს ნაცრისფერი და ასე შემდეგ. და გამჭვირვალე არ უნდა იყოს. ხო, და შიგნით რა იქნება, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა როგორ უნდა მივიდეთ აქამდე? ხო და ამისათვის, ეხლა მეთოდი რახანეს ნეირონული თემები მოიხო და მე ცადეს რომ მოდი ესე ამოხსნათ რა ნეირონული იმით დასწავლის მეთოდით რა. და მოკლედ ჩვეულებრივი ეგეთი პროცესია, ესე იგი გაქვს რასტერაიზერი, რომელსაც შეუძლია ესე იგი ამ სცენის დახატვა. სიტყვაზე ხო გაქვს ეს კუბიკებად დაყოფილი და მოდი ეს კუბიკები დავხატოთ. და მარტივი რა პირობითად ერთმანეთზე ახატავს პროსტა იმ ტრანსპარენტ. ხო, კი. და მოდი ესე დავხატოთ. ოღონდ რასტერაიზერის მუღამი რა არის, რომ მოდი ეს რასტერაიზერი იყოს დიფერენცირებადი. და დიფერენცირებადი რატომ მინდა? დიფერენცირებადი იმიტომ მინდა, რომ მე დასწავლაში ჩავრთო. ანუ ის backpropagation-ი გავამუშაო და ვნახო რამდენად შორს ვარ იქიდან სადაც მინდა რომ მივიდე. ანუ მოკლედ აი რა არის? მაქვს ეს კამერები, ხო? პროცესს ყოფენ ორ ნაწილად. პირველი არის bundle adjustment-ი, ანუ bundle adjustment-ი არის კამერების პოზიციების და ორიენტაციების დადგენა. ასევე კორექციის პარამეტრების რა. ანუ რო თქვა რომ აი ეს კამერა სივრცეში აქ მდებარეობს, ეს აქ და ესე შემდეგ. სულ ყველა რა. ხო და ანუ სულ ყველა კამერისთვის 70 კამერისთვის რო ამოვხსნი, ესე იგი რომ ეს რომელიც ადდებარებს, შემდეგი ეტაპი არის რომ უკვე ეხლა ანუ ვიცი რომ კონკრეტული აი ეს კამერა მდებარეობს სივრცულად სადღაც პოზიციაზე და საით რაღაც მიმართულებით იყურება და ასევე ვიცი რას ხედავს. ასევე მეორე კამერაც და მესამე. და მე თუ მაქვს მეთოდი, რომელიც არენდერებს ამ გამოსახულებას, ხო? შემიძლია უბრალოდ ყველა კამერისთვის დავარენდერო, ამ ჩემი 70 კამერისთვის ეს ჩემი სცენა, იმ ჩემი დიფერენცირებადი რენდერერით რაც მაქვს. და რასაც მივიღებ თითოეულ კამერაზე, ის გამოსახულებები შევადარო ამ ჩემ რეალურ გამოსახულებას. რაც მანდა ეს პატარა მომენტია მოიცა, დიფერენცირებადი რო იყოს ეს რენდერერი, რა გჭირდება მაგისთვის დაახლოებით? დიფერენცირებადი რო იყოს, ანუ მთელი გამოთვლიցი პროცესი რაც არის,
რენდერერში, ანუ რასტერიზაციის პროცესი. რასტერიზაციის პროცესი რაც არის რა, დაჭრა, სამკუთხედების პროექცია, ყველაფერი, ამას უნდა გქონდეს, მოყვებოდეს, ესე იგი, მთელი ეს დიფერენციალური ნაწილი, მთელი ამ გამოთვლის დიფერენცირება უნდა შეგეძლოს რა შემავალი პარამეტრების მიმართ. ანუ DDX-ები უნდა გქონდეს შენახული ყველგან. ყველგან, მთელი პროცესი უნდა იყოს დიფერენცირებადი. და ანუ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე სლენგი ეს გაკეთდა რა shading language-ი არის რომ თქვათ გქონდეს shading language, რომელიც ამას ავტომატურად გაგვიკეთებს. ანუ ფაქტიურად ამ თავის ტკივის მოგვაშორებს რა და თვითონ გააკეთებს ამ დიფერენცირებას გამოთვლისა. შენ უბრალოდ shaders დაწერ ჩვეულებრივ და ის ამ shaders კომპილაციის პროცესში მიუწერს, ანუ იმ კომპილატორს ხო აქვს მთელი ამ გამოთვლით გრაფზე წვდომა. და უბრალოდ ყველა ოპერაციას მიაბავს თავის დიფერენციალს და ნუ მთელი პროცესის დიფერენცირებას მოახდენს. და შენ უბრალოდ აღარ მოგიწევს რა ისა დანარჩენი რაღაც იმის წერა, რაც რეალურად არ არის რა, საინტერესო ნაწილი, კოდის წერის საინტერესო ნაწილი უფრო ის არის, ის დაწერაც გინდა და ეს დიფერენცირებადი ნაწილი უბრალოდ მოყვება რა ამას. თან ლოგიკურად საერთო. პრინციპის. ხო, ეხა ხო, ნუ ესე იგი, შენ გაქვს რაღაც სცენა, ეს სცენა არის ის არ არის, რაც უნდა იყოს, ანუ ცუდად არა მიახლოებული რა, შეცდომა არის ბევრი. შენი რენდერერი იღებს ამას არენდერებს 70 სურათისთვის, ნუ რამდენიც არის. და თითოეულ კამერისთვის იღებს რაღაც მნიშვნელობას, რაც რეალურად უნდა შედარდეს ამ ჩვენს რეალურ სურათს, ხო? ეგ არის ჩვენი ინტერესი, რომ მოდი რანაირი უნდა იყოს ჩვენი სცენა, რომ მას როცა დავარენდერებ ამ კონკრეტული კამერის პოზიციებიდან მივიღოთ ეს გამოსახულება, რაც ჩვენ გვინდა. ანუ რაღაცნაირად ჩვენ 2D-ში კი არ წვიდავთ პრობლემას, ანუ 3D-ში ხსნით სცენას ისე, რომ შემდეგ უკვე რენდერის პროცესში ის რეზულტატი მივიღოთ საერთოდ ან უკვე დარენდერებულ გამოსახულებაში, რაც არის გადაღებულ შემომავალ სურათებში. და ანუ რო დაარენდერებს ესე ვთქვათ, შეცდომები იქნება, შეცდომებით მერე back პროპაგაციას გააკეთებს და წონებს დააკორექტირებს Excel-ში და ანუ ესე რეკურსიულად არის პროცესი რა, რომ ნელ-ნელა მიუახლოვდეს ეს ჩვენი სცენა, ანუ საბოლოო შედეგს რა. და ეს საბოლოო შედეგი იქნება უკვე რეალური სცენა. ხო, machine learning-ი ანუ ჩვეულებრივი რეგრესია არის, სწავლობ ამ iterაციული მეთოდით უახლოვდები back პროპაგაციით რა. იმას საბოლოო სცენას. ანუ ხსნი radiance fields. ანუ ხო, ეხა რო გავართულოთ ისევ, ხო, თქვით რომ მოდი იყოს დიფუზიური სცენა. ნუ ამ შემთხვევაში ცოტა სპეკულარული კომპონენტიც რო გქონდეს და ეს წერტილი შეიძლება აქეთ მხარეს ამ ფერს ირეკლავდეს და აქედან თუ შევხედავ, შეიძლება აქ რაღაც სხვა განათება იყოს, რომელიც ამ პრიალა ზედაპირზე ირეკლება, ხო? ანუ ამ კონკრეტულ წერტილში მე შეიძლება მინდოდეს რამოდენიმე ფერი შევინახო მიმართულებაზე და დაფუძნებით. და ეგ რო გავაკეთო, ამისთვის მე შემოაქვთ სფერული ჰარმონიკის ფუნქციები, ეგ გეხმარება, რომ ეგ ესე ვთქვათ, რაღაც ფორმა მისცე რა ამ განაწილებას. ხო, და სპეკულარულ ნაწილს აკეთებს ეგ. მაგრამ სპეკულარულ ნაწილთან მაინც პრობლემები აქვს ამ მეთოდს. და ცალკე არის მეთოდები, რომლებიც მე ვცდილობენ, რომ ეს რაღაცნაირად გაასწორონ და ანუ რეალურად აი რა პრობლემა არის რა, ანუ რთულდება ჩაწერის პროცესი სპეკულარული არეკulis. იმიტომ რომ ეს ყველა დეტალიზაცია, მაგალითად რაღაც ობიექტი გაქვს, ხო, ძალიან კომპლექსური ტექსტურით და რაღაც რომელიც ირეკლება ქვემოთ ძალიან პრიალა ზედაპირზე. შენ ფაქტიურად ეს მთელი ეს უკან რაც გაქვს ეს კომპლექსური ობიექტი, ხო?
ხო. ამას გავლენა ექნება მთელ ამ ზედაპირზე ყველა სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მარტო ერთხელ. ანუ ეს შეიძლება თვითონ თავის მხრივ ეს ზედაპირი ძალიან იოლი ზედაპირი იყოს. ანუ არაფერი განსაკუთრებული დეტალი მას არ ჰქონდეს, მაგრამ ის რომ ის ამ კომპლექსურ ობიექტს ირეკლავს, ეს ამ ყველაფერს უკეთებს, ანუ ართულებს რა, ყველა სხვა კომპონენტს, რომელიც მას ირეკლავს. იმიტომ რომ ანუ ასევე უნდა ჩაიწეროს ამ პრიალა ზედაპირზე აქედან თუ შევხედავ, საერთოდ სხვა რაღაცას დავინახავ, იქიდან თუ შევხედავ, კიდე საერთოდ სხვა რაღაცას დავინახავ და ნუ ეს უკვე ძალიან რთულია რა. სჭირდება ძალიან ბევრი რა თქმა უნდა და მე რაც უფრო პრიალა, მით უფრო დეტალურად გჭირდება ეს ძალიან განსხვავებული მნიშვნელობების შენახვა, რაც ანუ სფერიკალ ჰარმონიკისთვის ანუ კატასტროფა არის რა. უბრალოდ ანუ ვერ აღწერ კარგად მაშინ ძალიან დიდი რაოდენობის კომპონენტები უნდა ჰქონდეს. და ნუ მოკლედ არ არის პრაქტიკული და ამიტომ მე ცალკე არის მეთოდები რომ ცდილობენ რომ ეს სპეკულარული ნაწილი რაღაცნაირად მოაშორონ ამ გამოთვლის პროცესს ნაწილობრივ მაინც და ესე ვთქვათ ცალკე ამოხსნა სხვანაირად. ხო, ნუ მაგრამ ძირითად შემთხვევაში რომელიც არის ძირითადი შემთხვევა არის მაინც დიფუზიური და ნუ ცოტა რაღაც შეიძლება SSS-ი ქონდეს თუ ძალიან ესე ვთქვათ მაღალი სიხშირის სიგნალი არა გაქვს ბევრი მაშინ ნორმალურად მუშაობს რა. ეხლა ხედავ ხო ანუ რეალურად საკმაო ეხლა იმ საწყის პოზიციებთან, კამერის საწყის პოზიციებთან თუ ახლოს დარჩება რა ეს კამერა, რომელსაც ეხლა ვატრიალებ, მაშინ საკმაოდ დამაჯერებელ გამოსახულებას იძლევა. და თუ ეხლა რომ ხო, რა თქმა უნდა, ეხლა თუ ესე თუ მოძრაობ რა, ოკეია და აი ნუ ეხლა ესე თუ ჩავა, მე ნახავ რომ უი რაღაცა შეცდომებია, მაგრამ ნუ იმიტომ რომ უბრალოდ ეს ხედი არ ქონდა იმ სწავლის პროცესში და შესაბამისად ამაზე არ გაუკეთებია ოპტიმიზაცია. ხო. ნუ ასევე რაღაც შეიძლება უბრალოდ არა აქვს საკმარისი ინფორმაცია ეგ, მაგალითად შეიძლება ძალიან ბნელი იყო ან GPG-ის ხარვეზები იყო ბევრი და უბრალოდ ვერ გააკეთა რა, არ ჩასვა საკმარისი რაოდენობის გაუსები და არის ესე ცარიელი. ნუ ესეთი რაღაცები. მაგრამ საერთო ჯამში მაინც გაიარია, ის სხვა ვარიანტიც მაქვს აი. ბავშვს რო ძინავს მაგალითად. აქ უფრო მეტი ტექსტურა არის და უფრო ის არის. მე ნახავ მაგალითად რომ აი მოძრაობისას აი თუ მოძრაობისას ნახავ რომ ესეთი არტიფაქტებია, რაღაცეები ჩნდება, ქრება, ხედავ ხო? ხო კი. ამას კადრიდან კადრამდე სინათლე თუ შეიცვალა, ეგეც გაჩნდა. ხო, მაგრამ ეგ არ არის მიზეზი, რატომაც ეს არტიფაქტები, ამას ეძახიან პოპინგის არტიფაქტებს, ან როცა ეს კონკრეტული გაუსის პრიმიტივი რაღაცნაირად ამოხტება რა. და ეგ რატო ხდება? იმიტომ რომ დასწავლისას ვიყენებთ რასტერიზაციის მეთოდს, რომელიც ანუ გამჭვირვალე ობიექტების ხატვასთან ვიცით რატომაც არ მუშაობს მაინც და მაინც გადასარევი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს გამჭვირვალე პრიმიტივები ერთმანეთს კვეთს, არამც თუ რაღაც ერთმანეთის წინ არიან უკან. ანუ ერთმანეთს შეიძლება კვეთნენ სივრცულად. ხო და მასეთ რაღაცას ვერც კი ხატავს რა რასტერიზაცია. კუბიკები ქონა იდეაში. ხო, თავიდან როცა კუბიკები ქონდა, შეიძლება ეგ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ მე უკვე გაუსებზე უკვე ნუ აშკარა, მაგრამ ხო, რატო გადავიდნენ რა პლუსი მისცა გაუსებმა რა. ძალიან მარტივია, თუ ერთი density-ია აშკარა. ხო, ნუ იმ nerf-ის მეთოდს ჯერ ერთი დასწავლად დიდხანს უნდებოდა, იმიტომ რომ ბევრი პრიმიტივი გაქვს, რომელიც ფაქტიურად არაფერს არ შვება, ტყუილად არის რაღაცა სივრცეში და სადაც რეალურად გჭირდება დეტალიზაცია, იქ არ ყოფნიდა. ანუ რაღაც ადაპტური არისო რა, ესე ვთქვათ. ხო? ნუ შეიძლება ალბათ რაღაც ადაპტური გრიდი გააკეთო, მაგრამ ფაქტიურად ტყუილა ირთულებ. ანუ ამ შემთხვევაში გაუსების კერნელები, ანუ რა პლუს გვაძლევს, იმას გვაძლევს, რომ იქ თუ გაუსების მუღამი ის არის, რომ გაუსის კერნელია რა, სამგანზომილებაში, აი ხა რომ აი ხო ხედავ, მაგალითად ეს ავიღოთ, ხო? აი ესეთი გაწელილ დისკებს გავს.
ანუ გაუსის ფუნქცია, ხო იცი როგორ კი. ის ნორმალური განაწილების ეს. კი ბატონო. ხო, და ანუ გაუსის ფუნქცია არის ჩვეულებრივი, უბრალოდ ის არის რა, სამგანზომილებაში არის უკვე ესე ვთქვათ, ელიფსოიდი და ეს ელიფსოიდი არის ან ფორმას განსაზღვრავს და ფერი ჩვეულებრივ ისევ სფერიკალ ჰარმონიკით არის, ესე ვთქვათ, რო გახადო დამოკიდებული მიმართულებაზე. ხო, და ანუ ესე იგი ის რა ქვია, რაღაც გაწელილი ელიფსი კი არა, სფერო წარმოიდგინო გაუსის ფეიდაუთი. ოკეი. ანუ სირცული პრიმიტივია, სფერო ხო ზედაპირია, ანუ ეს ზედაპირი კი არ არის, ანუ სირცული ობიექტია. ხო, on რასტერიზაცია ამას როგორ აკეთებს, ეს რახან გაუსის კერნელია, ინტეგრირებას აკეთებს სხივის გასწვრივ და მერე პირდაპირ იმას ხატავს. და მაგიტომაც არის, რომ მერე ეს კიდე გამჭვირვალე ობიექტები, როდესაც ერთმანეთს კვეთენ, მერე უკვე ეს ინტეგრირების პრობლემაც ჩნდება, რომ რანაირად უნდა გავაკეთოთ სწორად ორი ესეთი გაუსი, რომ ერთმანეთს კვეთს. ხო, ნუ მოკლედ არის ეგეთი ისინი, მაგრამ მერე აგვარებენ მაგას. პრობლემაა მანდას. ხო. გაუსებმა მოკლედ ძირთადი პლუსი მაინც ის აქვს, რომ გაუსი აქ ანიზოტროპული ფორმა, ანუ იმის მაგერად რომ სიტყვაზე შეგიძლია, ანუ ნებისმიერი პრიმიტივით შეგიძლია გააკეთო მიახლოება. ის კი არის, რომ ამე გაუსი არის მაინც და მაინც ერთადერთი რაც ამ ამოცანას ამოხსნის, ანუ არა საერთოდ ნებისმიერი პრიმიტივი რო აიღო, იმუშავებს ჩვეულებრივ. უბრალოდ ნუ გაუსი არის მარტივი, ხო, ანუ ფორმაც მარტივია რაღაცა და თორე შეგიძლია არის სამკუთხედის სპლეტინგის მეთოდებიც არის, რომლებიც სამკუთხედებს ხატავს. ეგ უნდა მეთქვა იდეაში ვიდეო კარტაში, ყველაზე მარტივი ეგ არის ერთ-ერთი ისა, ხო, ვითომ ეხა იყო ბოლოს ეგეთი პეიპერი და ისინი ძახდნენ, რომ აი ეს ჩვენ სამკუთხედებთან ძალიან კარგად გწნობთ თავს და სამკუთხედები ის არის უფრო კაი არჩევანი. ნუ არ ვიცი. ხედვის კუთხეს რო შეუცვლი, მერე ექნება მეტი ხარვი. ხო, ნუ ეს უფრო რაღაც ფუნჯის მონასნებს გავს და რაღაც საბოლოო ჯამში რახან ეს გადასვლაც უფრო ესეთი ის არის გლუვი. არ არის და ცუდი პრიმიტივი რა, გაუსის კერნელი. თორე რავი, ნუ საერთო ჯამში შეიძლება ანუ ლინიერი იყოს ეს ფეიდ-ოფი და არა ისა გაუსი. არა აქვს მნიშვნელობა. ხო, ნუ ხო, ძირთადი რაც მოიგე ამ შემთხვევაში, რომ ნერფიდან გადმოვედით გაუსზე, არის რომ ძალიან ბევრი ესეთი წვრილი დეტალების დატანა შევძელით. მანამდე არ იყო რა, ძალიან ესე ვთქვათ გაბლარული, დაბალი რეზოლუციის გამოსახულებას ვიღებდით. და მას მე რაც გადმოვედით გაუსებზე, გაუსები იძლევა ანუ ძალიან კვეთ რაღაცას რა, ანუ ძალიან რაღაც წვრილი მავთული რო იყოს სადღაც, იმასაც აღწერ რა ნორმალურად. ხო. ეგ პლუსი აქვს ესე ვთქვათ ამას, რომ რახან ფორმა არის ეს ანიზოტროპული, ანუ რეალურად დასწავლის პროცესი განა მარტო ფერს და პოზიციას სწავლობს ამ შემთხვევაში. ასევე ამის ომასაც სწავლობს და ანუ scales რა, როგორი ფორმა გაწელილია თუ არა. და შესაბამისად ავტომატურად იმ ადგილებში, სადაც უნდა გაწელოს, გაწელავს რა ამ გაუსებს. ხო, ეგ პლუსი აქვს. და ნუ ეგ იტერაციების მიხედვით გადმოვიდეთ უკანა input-ში აძლევს სურათებს მაგალითად ნუ ეს кайხანი აღარ გამიშვია ახლა ვცადე ბოლოს და რაღაც შეცდომა დაწერა ხო და ნუ დასააპდეიტებელი მაქვს ალბათ რამე ლაიბრერები და მოკლედ აძლევს სურათს ხო სურათს აძლევდა ამ სურათ ანუ ეს არის ვიდეოდან მაგალითად დავაგინე ფრეიმები მივეცი მე და იქიდან გააკეთა ყველაფერი მაგრამ ის ახლა არის მეთოდი ისინი ცალკე რა ქვია მოკლედ არის რა ეს მე command line tool-ით ვაკეთებდი ამას და ახლა ეგრე აღარ აკეთებენ უფრო დაიგეცა რა ხელსაწყოები მაგრამ საერთოდ ჯამში მეთოდოლოგიურად დიდად არ შეცვლებ ხო ახლა რა განვითარდა მაგალითად შემოვიდა
4D გავუსები, რომ განამარტო იმას სწავლობ, რომ სად არის სირცულად რა. თუ გაქვს მაგალითად ვიდეო, რომ ანუ სხვადასხვა მხრიდან შეიძლება ამ ვიდეოს ინტერპოლაცია გააკეთო. ოღონდ ფლიკერინგი ის კი არ გექნება, რომ ერთ კადრზე ერთი გაუსი სადღაც დგას და მე მეორე კადრზე საერთოდ თავიდან სწავლობ და საერთოდ სხვაგან იქნება. ანუ კადრებად ეგრე არ არის დაყოფილი. რეალურად ეს გაუსები მოძრავ ვიდეოზე ლაპარაკი. ხო, ეს გაუსები უნდა მიყვებოდნენ ამ ობიექტს რა, ეს რაღაცა ობიექტი თუ გამოძრავდება და აქეთ წავა, ეს ამის გაუსებიც შესაბამისად გაყვება მეტნაკლებად. შეიძლება სადღაც დაგჭირდეს ახალი გაუსების ჩამატება ან მოშლა, მაგრამ ნუ მაგას ცალკე იზო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო, მაგრამ სხვათა შორის ძალიან დაიხვეწა რეალ ტაიმშიც აკეთებენ. ხო. დასწავლის ნაწილს არ აკეთებენ რეალ ტაიმში, ანუ რენდერის ნაწილი მაგალითად ანუ რენდერის ნაწილი ნაკლებად მიგვერს. ხო. დასწავლას, ანუ არ არის ძალიან ოფლაინი რა, მაგრამ ნუ ხო. ის არის, მაინც მეტი სათვლელია რა თქმა უნდა. მაგრამ ვიდეო ეხლა ამას მოძრავი რაღაც შემთხვევაში რამდენიმე ვიდეო გინდა. ხო, რა თქმა უნდა. როგორც რამდენიმე სურათი გინდა, ასევე გინდა რამდენიმე ვიდეო. ხო, და ეხლა ახლა აქ არ ვიცი სხვა ისეთი საინტერესო სპლედი რა მაქვს. და ესე დასწავლისთვის ალბათ ვიდეოს ფრეიმები არ გამოდგება, ანუ სტატიკური დასწავლისთვის რა. სურათების ნაცვლად ვიდეოს ფრეიმებით რო გააკეთოს ალბათ გაუჭირდება ბლარის გამო. ანუ ეხლა მე ხო ეს ხო ვიდეოს ფრეიმები ხო და ეხლა ეს რაც განახე ჩემი ხო ვიდეოს ფრეიმებით მაქვს, ანუ ვიდეოა რა. სადაც მე ამოვჭერ. ვიდეო იყო. ხო, ну თუ ძალიან არ მოძრაობს და კამერაც არ მოძრაობს ძალიან, მაშინ ანუ ნორმალურია რა. ხო, აი ეს მაგალითად არის ერთი ჩემი ძველი გადაღებული სურათები რა, რაღაცა წლების წინ. რუსთავის ეკლესია არის. ხო. ეგ ბევრი რაღაცებია წასაშლელი. აი ყურე ცა ხო ვერ ხვდება უბრალოდ სიღმეს და ვერაფერს რა. და მან უკვე რა თქმა უნდა რო ვერ ხვდება არ იცის რა ქნას. ნუ აი მაგისთვის ეს თული ძალიან კაია რომ შეგიძლია გაასუფთავო რა. ესე რაღაცეების მოშლი. და რაც არ არის საჭირო. მაგრამ ახლა რომ ნახავ ხო დეტალიზაცია რა, საკმაოდ კარგია რა. ეს ნახე აი ჩუქურთმები რაღაცეები. ჩუქურთმები ჩანს. ხო. და ანუ შენ რომ მაგალითად ნახო რეკონსტრუქცია. იმითი ახლა ეს როგორ იმუშავებდა აქ მაგალითად ფოტოგრამეტრია რა. ანუ ეს საკმაოდ პრობლემურია რა ფოტოგრამეტრიისთვის ეს მეთოდი რა. ანუ ამ სურათ ანუ რო შეადარო რა საერთო ჯამში ბევრ კომპონენტში ჯობნის და მე მიხვდნენ რომ რეალურად ეს უფრო სწორი მიდგომაა. ანუ ფოტოგრამეტრიას პროცესო დააკვირდები როგორ ხდება. ანუ არ ვიცი რამდენად ჩახედული ხარ მაგაში მაგალითად არის ეგეთი ხუთჯერ მაგ მეშრომი გაშვებული მაგის იქ ტექნოლოგია. ხო, ანუ როგორ ხდება? გაქვს სურათები, ანუ ეს საწყის შემავალი სურათები რაც არის და სურათების ანუ ესეთი რაღაც არსებობს pixel descriptor-ი. Pixel descriptor-ი არის ეგეთი პრიმიტივი, რომელიც რაღაც სურათზე, რაღაც კონკრეტულ წერტილში და იმის გარშემო, ესე ვთქვათ, აღწერს ამ წერტილს რა, ანუ როგორ ხდება ამის გარშემო ეს ფერების განაწილება. და ეს მუღამი ის არის, რომ შენ როდესაც პირველად გაუშვებ რაღაც ესე ვთქვათ კერნელს, რომელიც საინტერესო წერტილებს მონიშნავს სურათზე. მერე გაუშვებ კერნელს, რომელიც ამ საინტერესო წერტილებში ამოარჩევს რაღაც რაოდენობას და ამას აღწერს pixel descriptor-ებით. და მერე შენ pixel descriptor-ს ის პლუსი აქვს, რომ შეგიძლია pixel descriptor-ები ერთმანეთს შეადარო. და თქვა, რომ ეს ამასთან რამდენად ახლოს არის. და ეს pixel descriptor-ი თუ scale invariant-ია, ანუ რას ნიშნავს, რომ თქვა ამ წერტილს თუ აღწერ ერთ სურათში, ამის გარშემო, ხო? მეორე სურათი შეიძლება აქედან ჩანდეს, ცოტა უფრო დიდი იყოს ან პატარა იყოს, ხო? და ეს უნდა მიხვდეს რაღაცნაირად რომ ეს pixel descriptor-ი ერთ სურათში და მეორე სურათში რომ ერთმანეთს შევადარო, უნდა მიხვდე რომ ესენი ახლოს არიან.
ხო და ნუ ეს პიქსელ დესკრიპტორები მასზე არის გაკეთებული, რომ მაგაზე იმუშაოს მაგ შემთხვევაში. და ნუ მოკლედ ესეთი პროცესია, მთელ ამ სურათებზე უშვებ პიქსელ დესკრიპტორებს ნიშნავ, ძალიან ბევრი პიქსელები გაქვს რა, ძალიან ბევრი დესკრიპტორები გაქვს და მე გაქვს რაღაც ესეთი brute force მეთოდი, რომელიც ყველას პლატების მიღებად ხო შეგიძლია. ისი? იგივე მეთოდის პლატების მიღებად ხო შეგიძლია ალბათ. ხო, სად უნდა დასვა ეს პლატები მაგას? ხო, კი, არის მსგავსი ისინიც ხო, რომ დაახლოებით მასე რომ მუშაობს, რომ როგორ არის bundle adjustments-ი თუ იცი როგორ მუშაობს, ხო? Bundle adjustment-ი ზუსტად მასე მუშაობს, კლასიკური ვარიანტი მაგალითად, რასაც იყენებდა რა. უშვებს ზუსტად მაგას ამ დესკრიპტორებს ნიშნავს, მე ამ კამერებს აღადგენს, ამ დესკრიპტორებზე დაფუძნები. მოძებნის რომელ სურათში ხდება დესკრიპტორები, რომელიც ამ სურათში ჩანს ამაშიც და თუ აქ რაღაც თუ არ ვწდები რაღაც 10-ზე მეტი უნდა გქონდეს მინიმუმ, რომ ამოხსნას კამერის პოზიცია. ნუ მოკლედ რაც მეტი აქვს, მით უკეთესია რა. თუ სიტყვაზე 100 აქვს და 200, მაშინ უკეთესად ამოხსნის ამ კამერის პოზიცია ორიენტაციას ერთმანეთის მიმართ. ხო. და ნუ ეგ მაგ მეთოდს რა აქვს ცუდი? მაგ მეთოდს ის აქვს ცუდი, რომ ესეთი თანმიმდევრული პროცესია, ანუ ჯერ უნდა მოხდეს ეს, მერე უნდა მოხდეს ეს, მერე ეს. თუ რომელიღაცა სტეპი და ფეილდა რაღაც მიზეზის გამო. всё, მერე ფაქტურად ეს ჯაჭვი გაწყდა და ვეღარ გახვალ რა ბოლოში. როცა ამ შემთხვევაში თქვათ, როცა ეს დასწავლით აკეთებ, უფრო სწორი მიმართულებაა რა და არ გაქვს ეს ბევრი სტეპები. და ეს ხო ვთქვი რომ ეს bundle adjustment-ი მაინც არის პირველი ეტაპი. არის მეთოდები, სადაც მაგალითად ცდილობენ რომ ამოიღონ და ეგეც ამ დასწავლის ნაწილი იყოს. ნუ ამ შემთხვევაში მაინც ჯერჯერობით მაინც ჯობნის ის მეთოდები, სადაც bundle adjustment-ი ცალკე არის. და ხანდახან არის ისეთი საჭიროება, როცა შენი წინასწარ ისედაც იცი სად არის კამერა და ეგ არ გაინტერესებს. მარტო მაგალითად სტუდია გაქვს. და წინასწარ ყველაფერი კამერები ისე გაყენებული, რომ ერთხელ ამოხსნი. თუ აძლევ. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ერთხელ ამოხსნი, ეგ უკვე გავლილი გაქვს ეგ ეტაპი, კალიბრირებული გაქვს კამერები და მე უკვე ფაქტურად მაგ steps skip-ავ და ეგ აღარ გაინტერესებს პირდაპირ დასწავლაზე გადადიხარ რა. ხო. ნუ ესეთი თემა არის ეს გაუსები. ნუ აი რა მინუსები აქვს ახლა მაგალითად. მეშის შემთხვევაში ერთი ესე ცხადი რაც მეჩვენება მინუსად მე მგონი ეს არის განათება ჩაბეიგებულია არის. კი. შენ თუ კიდევ რაღაც რესურსად გამოიყენო და შენებურად გაანათო გაგიჭირდება. კი, ანუ მეშს რა პლუსი აქვს, რომ მეში ზედაპირს გაძლევს. ეს არ გაძლევს ზედაპირს, ანუ ეს უბრალოდ ამ view სინთეზის ამოცანას ხსნის, ანუ ფაქტურად იმის იქით არ აინტერესებს არაფერი, უბრალოდ თუ ანუ რახანს ესე ვთქვათ შეცდომა არის image based რა, ანუ ფოტოგრამეტრიულ შეცდომაზეა ეს მთელი ეს პროცესი დაფუძნებული. ამის გამო ფაქტიურად თავარი არის ეს ფოტოგრაფიული შეცდომის მინიმიზაცია მოხდეს და იმის იქით ესე ვთქვათ დანარჩენი ის არ გვაინტერესებს რა რაღაცა მაგიტომ არის რომ აი ბევრი რაღაც cloud artifacts ეძახიან ანუ რეალურად ახო ზედაპირი უნდა მქონდეს და აი ესე რომ დავატრიალებ ნახავ რომ რაღაც გაუსები საერთოდ შიგნით არიან რაღაცეები ცოტა გარეთ არიან და ანუ თითქოს საერთო ჯამში თითქოს მაძლევს იმ რაღაც ფერს, რაც უნდა მომცეს, მაგრამ ანუ არ გამოდგება რა ზედაპირს ისე არ აღწერს რა, როგორც ანუ კარგად რა, როგორც მე მინდა რომ აღწერდეს. ეგ პრობლემა ცოტა გამჭირვალე ჩემს. ხო, ეგ პრობლემა ნაწილობრივ და საკმაოდ კარგად მოაგვარა აი 2D გაუსის სპლეტინგმა. ანუ მაგალითად ეს 2D გაუსის სპლეტინგის მუღამი რა იყო? რომ ტიპები მიხვდნენ, რომ როცა გაუსის კერნელები არის 3D, ანუ ეს რეგბის ბურთებივით
ის არის რა ფორმა აქვს, ხო? ელიფსოიდი. ძალიან მაღალი ის არის რა degree of freedom, ანუ როგორ არის თავისუფლების ხარისხი ამას, ამ რა ფორმა შეიძლება მიიღოს რა. და ანუ ეს ერთი dimension-იც მოვაჭრათ და მოდი ვთქვათ, რომ მოდი სამის მაგირად 2D იყოს, ანუ სივრცეში იყოს, უბრალოდ თვითონ ტყელი იყოს. ორიენტირებული და ანუ ხო, ერთ-ერთი დრო 0-ზე დაასქელო ალბათ. ხო, ერთ-ერთი ისა dimension-ი რომ დავასქილოთ 0-ზე. ანუ ეგ უკვე ბევრად კარგად ხსნის ამ ამოცანას, როცა სცენაში ზედაპირებია. აი ხა იგივე სცენა რო ავიღო, ეს სცენა და გაუშვა, ბევრად კარგი შედეგს მივიღებთ, ანუ 2D გაუსებით, ვიდრე 3D გაუსებით. იმიტომ რომ ფაქტიურად ის ერთი კომპონენტით ნაკლები აქვს სასწავლი და პირდაპირ ეს 2D ბრტყელი გაუსები ამ ზედაპირს დაეკრობიან უფრო მეტად. მიხდი? ხო, ასევე არსებობს რეგულარიზაციის მეთოდები, რომელიც ან ხო არის იტერაციები, რაც ხო ერთი იტერაციით არ ხდება, ახლა მაგალითად ამას აქვს 30000 იტერაცია, რომ ეს მიეღო. ან და ყოველი იტერაციისას მაგალითად შენ შეგიძლია ეს გაუსები ეცადო რომ ამოწიო ზედაპირზე რა. იქ სადაც ეს ტრანსპარენსი, ანუ სადაც პირველი ზედაპირს დაახლოვოს. ხო რა, ანუ უფრო ეცადო რომ აი სადაც პირველი ის არის რა ქვია გაუსი, სხივის გასწვრივ იქ იმასთან ახლოს მოწიო რა, რაღაც ესეთი და ეგ ანუ ანუ უბრალოდ მეტ ინტერესს მისცემ რომ წინ ამოწიოს, ესე ვთქვათ რა. ეგ რაღაცნაირად უნდა გაითვალისწინო ამ ანუ ლოს, ანუ ქართულად, ანუ შეცდომას რო ითვლი, ამ ფოტოგრაფიულ შეცდომას, მან შეიძლება გაუწერო კიდე დამატებითი პარამეტრები რა, რაც კიდე რომ ასევე დაკმაყოფილდეს და მათ შორის არის ეგეც, რომ ეს გაუსები რაღაცნაირად ერთად იჯდნენ წინ და არა სადღაც სივრცეში გაბნეულად. ანუ შენ თუ გაუმჭვირვალი სფერო თუ გაქვს, ხო, რომელსაც აღწერ. შიგნით, სფეროს შიგნით არ გინდა რომ საერთოდ არ გინდა რომ გაუსები იყვნენ. ყველა გაუსი გინდა რომ ზედაპირზე იყოს გარეთ. ხო, ხო, დაახლოებით ეგეთი რაღაც. ხო, და ეგეთი მეთოდები მუშაობენ. მე ნახეს რომ ძალიან მალე ფაქტიურად ანუ ზედაპირების აღწერაშიც უკვე 2D სპლეტინგმა აჯობა ფოტოგრამეტრიას, აი მოდი ვნახოთ სურათები იქნება. და ხო, აი ხა ეს აქ ხსნის, რომ მოკლედ ესეთი ისინი გაქვს რა სპლეტები, ეს არის ნუ როგორ არის განაწილებული სივრცულად. ხო, და რა პლუსები აქვს რა, რომ მაღალი ხარისხის მეშს მოგცემსო რა საბოლოო ჯამში რა. იმიტომ რომ ნუ რახან შენ, ანუ ხო, მოკლედ მე შეიქმნა მეთოდები, რომელიც ამის ბეშირებას ახდენს, ანუ ფაქტიურად ამ გაუსებს აძლევ და მოდი ეს გაუსები დამეშე. და იმის გამო რომ შენ უკვე ეს ბრტყელი პრიმიტივებას ამარტივებს. ხო, ბრტყელი პრიმიტივები თუ გაქვს, რომელიც ზედაპირს კარგად ეკვრის, მე უკვე მეშრების პროცესი იოლდება რა. ვიდეოში იმას რა ქვია, პატარა სამკუთხედებს ან ოთხკუთხედებს დაარენდერებ და UV-ის მიხედვით მიხვდები რა ნაწილი დაადისკარდო და ეგაა. ხო. აი აქ არის ახლა ნაჩვენები, აი ეს არის ზედა არის 3D გაუსები, ქვედა არის 2D გაუსები და ეგ ჩანს კარგად, რომ რეალურად ანუ საერთო ჯამში რა, შეიძლება ის ამოცანა ამოხსნა იმ 3D გაუსმა ფოტოგრამეტრიული ამოცანა რა, რაც იყო, რომ სურათს უნდა მიუახლოვდეს შენი რენდერი. ანუ ის სადღაც მაგრამ გეომეტრია ვერ ამოხსნა სწორად. და ნუ აი ცოტა რო ხელი წაახმარდა რეგულარიზაციას რო გაუკეთებ და თანო ეტყვი რომ ბრტყელი ზედაპირებია რა, იმანდ უკვე ძალიან ეხმარები რა და ანუ ხედავ ბევრად სწორად და სუფთად ამოხსნა. ხო, ნუ ამის მეშირება მე უკვე ბევრად მარტივი არის რა. ხო,
ეს უკვე არის ხო ეს უკვე მეშირება არის. აი უკვე ეს 3D გაუსები რო დამეშე, ესეთი რაღაცა ის მიიღე საშინელება ზედაპირებზე და ეს როცა 2D გაუსები დამეშე, უკვე ბევრად სუფთა მეშე მიიღე. და ამ მეთოდმა ანუ ფოტოგრამეტრიის მეთოდს საკმაოდ გადაასწრო რა. ანუ ხარისხებით რო შეადარო რა, ბევრად ანუ რაღაც უკეთესი მიდგომა. ფოტოგრამეტრიისთვის ეგეთ. ხო, რა თქმა უნდა, ეგ არის მთელი ინტერესი. ეხლა შეიძლება თულები არ არსებობს, მე არ ვარ ეხლა ძალიან ჩახედული რამდენად უკვე დაინტეგრირეს თქვა არსებულმა იმეებმა, ხო, პროგრამებმა. მაინც ახალი რაღაცა ჯერ კიდე, მაგრამ ნუ სწორი მიმართულებით მიდის რა ჩემი აზრით. ხო. Просто ფოტოგრამეტრიაში სავარაუდოდ ჭირდება ისიც, რომ რაღაცა ეს მატერიალი ამოიღო ასე რომ. ხო, ტექსტურა გინდა, რა თქმა უნდა, ფერი ტექსტურა ესე შეინახო. ხო, ну ტექსტურაც გინდა, ხო, ტექსტურები გინდა რა იდეაში და თან რაღაცნაირად უნდა ჩაიჭირო სინათლის წყაროები და გააქრო. თუ პროსტა თანაბრად გაანათო. არა. ეგ შეიძლება შემდეგი ეტაპი იყოს. ანუ კიდე არის მეთოდები, რომლებიც რაღაცა მატერიალსაც ცდილობენ, რომ ანუ რაღაც PBR მატერიალი დაისწავლონ და მიხვდნენ, რომ ანუ მაგალითად გაუსის საშენებული განათება რომ მოაძლო. ხო, კი არის მაგის მეთოდებიც, რომ რაღაც relatable გაუსის სპლეტები რა, ესე ვთქვა. ხო, ანუ ეგენიც არის. დაჟე არის პირდაპირ end-to-end ვარიანტები, ანუ განა ის რომ შენ მეში ამოგაქ და მე ამის განათებას ცდილობ. აი მაგალითად პირდაპირ აძლევ HDRI-ს და ეუნები რომ ანუ ამ გარემომცველ განათებას რა და ეუნები პანორამას და ეუნები რომ მოდი ეს სცენა ამით გამინათე და გაგინათებს რა. ხო. ნუ ხო ეგეთი მეთოდებიც არის. ხო, მოკლედ ძალიან ბევრი რისერჩი არის რა. ამ მიმართულებით და ისე დიდი თემაა რა, მოკლედ. ხო, უბრალოდ ეს ბაზისები არ შეცვლილა რა. ნუ ბაზისები ისე იგივეა, ანუ დასწავლა ეგრე ხდება, ესე ვთქვათ, რასტერიზაციის იმითი რა. და ხო, მე მაგალითად NVIDIA-ს ჰქონდა ray tracing-ის მეთოდი, რომელიც ანუ დიფერენცირებადი ray tracer-ი, რომელიც იღებს ესე ვთქვათ ამ იგივე პროცესია, უბრალოდ ეს რასტერიზაციის პროცესი, რომ ray tracing-ით ჩავანაცვლოთ. და მაგას ჰქონდა მაგალითად რაღაც დამატებითი პლუსები, რომ მაგალითად fisheye lens კამერებზე კარგად მუშაობს და ეგ ძალიან კარგია რატო მაგალითად თუ ვიღაცა რეკონსტრუქცია ცოტა ვერ. ხო, და ანუ თუ რაღაცა რეკონსტრუქციას აკეთებ რა რაღაც დიდი სცენების მაგალითად ტიპებს ურჩევნიათ, რომ ანუ ეს 360-იანი კამერა გქონდეთ, გაიგე, ამ სცენა რაღაც შემოუვარონ ამ სცენას და ანუ ბევრად უფრო მალე აიღებენ ამ იმას რა ქვია, დატას შეაგროვებენ, ვიდრე თქვა ერთი კამერით, ხო? ნუ ხო, ეგეთი რაღაცა. ნუ რაღაც პლუსები აქვს. კიდე ეს popping არტიფაქტები არა აქვს რასტერი, ისა ray tracing-ს, იმიტომ რომ ტრანსპარენცი სწორად ხსნის თავიდანვე. ანუ ამ ერთმანეთზე გადადებულ გაუსებს კარგად ხატავს რა შეცდომის გარეშე. ხო. და მე გააკეთეს კიდე ერიკ ჰეიტსი არის ეგეთი სხვა დროსაც ვახსენე აი ეს იმებს რო ლაპარაკობდით ნორმალების განაწილების ფუნქციის შერჩევაზე GGX-ი და ისა. მაგაზე მუშაობდა, მაგას ჰქონდა მაგალითად ნაშრომი როგორ ავიღოთ ნებისმიერი რასტერიზაციის ენჯინი და გავხადოთ დიფერენცირებადი, ნუ ბჭყალებში ხა. ბოლომდე არ ხსნის დიფერენციალს, მაგრამ ანუ მუღამი ის არის, რომ რენდერის პროცესში ამ სამკუთხედებს უკეთებ ჯიტერს რა, ანუ აქეთ-იქით წაძრავ. და ეგ მაგას ნახულობ ეგ რა გავლენას ახდენს საბოლოო იმაზე. საბოლოო გამოსახულებაზე. და ეგ გეხმარება, რომ ესე ვთქვათ, ეს დიფერენციალის მიახლოება ამოიღო რა მაქედან. და მოკლედ მაგას იყენებ, რომ შემდეგ გამოიყენო არსებული რასტერიზაციის მეთოდები დასწავლისთვის. ანუ ის კი არა, რომ მაინც და მაინც ეს რაღაცა ძალიან კომპლექსური
რასტერიზატორი უნდა კონდეს დაწერილი რა, ანუ შენ თუ გაქვს უკვე არსებული, ისიც შეგიძლია გამოიყენო. შეიძლება არ იყოს, თქვათ, ისეთი ეფექტური, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება ბევრად უფრო ოპტიმიზირებული იყოს სხვა კუთხით. უფრო სწრაფი იყოს და ძველი ამბავი რა. ხო, ეგეთი რაღაცეები არის კიდე. აღარ მახსოვს იმას რა ერქვა, რაღაც ჩინელების ის იყო 3D 4DGS ალბათ. აიცა. ხო, ანუ ეს არის მაგალითად ერთ-ერთი მეთოდი, მაგრამ ამაზე ბევრად კარგი გააკეთეს. ანუ ეს პირველი მეთოდი იყო რა. აი ყურე. ესეთი რაღაცა ხო ხედავ, ესეთი დიდი light stage-ივით არის ხო ხედავ ეს კამერები რო არის. კამერები. ხო. და ამ სცენას რო იღებ ეს რაღაც ტრიუკებს აკეთებს, რავი, ხელს ატრიალებს და ანუ განამარტო ის ხდება, ანუ ტრეკინგი ხდება რა, ესე ვთქვათ. და შენ შეგიძლია გაუსების ინიციალიზაცია რენდომად კი არ დაიწყო თავიდან პირველი ხო არის 30000 იტერაცია, ხო? ანუ მოდი თავიდანვე დავსვათ სადაც ეკუთვნის რა. და მერე როდესაც უკვე მიდევნება ხდება რა, წავძრათ ეს გაუსები ამ motion ვექტორების მიმართ და ისე გავაკეთოთ რეფაინმენტი მერე შემდეგ კადრზე და ესეთი რაღაცა რა, ხო ხდები რომ ანუ ის გაუსები რეალურად იმ მოხსნე და მერე დელტაებს. ხო რა, რაღაც დაახლოებით ასეთი რაღაცა რა. ხო, მაგრამ ის აღარ მახსოვს, ის რაღაც შინელების იყო. აი ეს მგონი, მოიცა. ხო, ნუ ეს ზუსტად არ მახსოვს რომელი მეთოდია, მაგრამ ხო რა. აი ხო ხედავ, ჩვეულებრივი სცენა არის დიდი და ანუ მთლიანად ის არის რა 4D ობიექტებია რა. გონი ეს არის? არა, ეს სხვა არის. ეს სხვა არის, ეს რაღაც გენერირება ის თემა არის. ხო, ნუ მოკლედ. და მე მოვძებნი და ჩავაგდებ ჯგუფში, აღარ მახსოვს ახლა. ხო, მოკლედ ეგეთი ამბავი რა. მაგრამ ეგ ანუ დაჟე ისინი გაიჩითა, რომ ვიღაცები ფილმებს იღებენ რა. ამ 4D გაუსებით რა. და ანუ ძალიან მაგარია იმ კუთხით, რომ ეხლა შეიძლება აი ხა მაგალითად VR-ის თემა რო ძალიან დაიხვეწ. VR-ის არის იდეალური, თან გაუსების შემთხვევაში, ანუ რენდერის პერფორმანსი ძალიან დიდია რა, შენ შეგიძლია, რავი, 200-400 FPS-ით არენდერო რა, ძალიან ისეთი საკმაოდ დიდი სცენები. ხო და ანუ ეგ თემა იმისთვის VR-ისთვის როგორაა ეს? ну რა ვიცი ხა point cloud-ია და დიდი ისიც არ მოყვება. დაჟე კომპრესიის მეთოდები იყო მე ვნახე. მაგრამ point cloud-ი როგორ ნემეა შედარება? ანუ ну რა ვიცი ხა. აი ტრანსპარენსი არის რაც რასტერიზაციის ართულებს თორე სხვა მხრივ რავი ray tracing-ისთვის ალბათ არც ის. არა, იმას მოცულობას ვიტახე ფაილებში. ну სცენას გააჩნია ალბათ ხო, სცენას გააჩნია. ხო, უბრალოდ მე იმის თქმა მინდა რომ ზოგადად VR-ის მუღამი ხო ის არის რომ სივრცული ვიზუალიზაცია გჭირდება და რახან ეს სივრცეში retail radiance fields წერს, ანუ VR-ი არის ესე ვთქვათ ყველაზე ბუნებრივად სწორი გზა რომ თუ გინდა რომ კარგად აღიქვა სივრცეში რა ხდება რა. ან დასათვალიერებლად ბევრად ეფექტური იქნება. ეხლა შენ აქ როცა ეკრანზე უყურებ ამას ხო, მაინც სივრცის აღქმა და ის იმხელა არა გაქვს რომ რომელი პრიმიტივი საძის, ანუ და ზედაპირი როგორ მიუყვება. როცა თქვათ ეს რომ შენ VR-ში ნახო, ბევრად უფრო ეფექტური იქნება რა, სანახავ. ხო, ну ეხლა ეს ამდენი ნაგავი რო არ მოყვებოდეს, მაგრამ ნუ ეს გასუფთავებადია. ხო. მერე არის მაგალითად ერთი მე ადრე ძალიან მომეწონა ეგეთი მეთოდი. მაგას ერქვა. Nerf in the dark ეგეთი მეთოდი იყო და მუღამი რა იყო რა? ხო, raw nerves ეძახიან კიდე ამას. ანუ იღებ
იმის მაგერად რომ ანუ LDR სურათებზე ავარჯიშო ეს შენი ისა რა ქსელი ანუ მოდი გქონდეს HDR სურათები რა სადაც ბევრად მეტი ინფორმაცია არის რა ან მოდი შეიძლება იყოს LDR მაგრამ მოდი კომპრესია მაინც მოვაშოროთ სულ მინიმუმ რა გაიგე და იყოს RAW ფორმატი რა ანუ მაგალითად float 16 ხო არის რა კამერები ხო იღებენ ანუ RAW ფორმატში float 16-ს პირდაპირაც მოდის იმიდან რა ქვია სენსორიდან ხო data და მოდი პირდაპირ ამ float 16-ია მაგრამ ეს არის ყველა პიქსელზე ყველა ჩანელი არის ხო რა თქმა უნდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ კომპრესია არის სადაც ძალიან ბევრი ინფორმაცია იკარგება რა და tone mapping-ი და აი ეს ამ ნაწილს რომ მოვაშორებ tone mapping-ს და კომპრესიას რა ანუ ბევრად მაღალი ხარისხის სცენის ამოღება შეგიძლია განსაკუთრებით რაღაც ნელ სცენებში და ეგეთ ადგილებში რა მე ხარ ნახოთ მეცა აი როცა ესეთი ბნელი სცენა არის ხო ეხა კომპრესია რას იზავს ხო აქ ყველაფერს მოშლის რა ფაქტიურად რა და რაღაც შავ პიქსელებს ჩასვავს და მე შანსიც აღარ აქვს ხო რომ იქით რამე აღადგინო და თქვათ როცა არ არის შეკუმშული იმ შემთხვევაში აქ შეიძლება ხმაური მეტი გქონდეს გესმის მაგრამ მაინც რაღაცა data არის რომ ჩაეჭიდო რა ესე ვთქვათ რენდერის დროს და შესაბამისად მეტი შანსია რომ რაღაც სწორი აღადგინო რა ხო ეხა იმაგას ამბობს რომ აი ეს არის ესა რა ქვია შეუკმშავი ხო რა ფაილი და აი აქ უკან რაღაც მეტი დეტალები არის რა ხო ეს არის შედარება ანუ ეს არის მოკლედ როცა იღებენ იმას და denoisers უკეთებენ მაგრამ ძალიან ბევრი არტიფაქტებს იძლევა რა და ეს არის უკვე raw ფაილი რომელიცაც აკეთებენ რეკონსტრუქციას და ნუ აი იგივე სცენა რა უკვე ანუ ხო ხედავ უკანაც მოხდა ყველაფრის რეკონსტრუქცია რა We actually reconstruct the scene and render new views in a linear HDR color space. This gamma curve for a მოიცა კიდე ეს ბნელი ქუჩის მაგალითი იყო ძალიან კაი. ხო აი ესეთი რა. street sign. აი ხმაური, ანუ ძალიან დიდი ხმაური აქვს რა, raw ფაილია რა. მაგრამ სამაგეროდ ბევრი სურათები ხო გაქვს სხვადასხვა კუთხიდან. და ანუ მაინც ბევრი ინფორმაცია გაქვს რა, აი კონკრეტულად აი რაღაც ტექსტის აღდგენა თუ გჭირდება. ხო, მაგრამ თვითონ ეს რაღაც ფიჩერების ამოცნობა რთულია. ხო, რთულია, პირველ რიგში რთულია მაშინ, როცა ერთ კადრს უყურებ, მაგრამ შენ ხო ბევრი კადრი გაქვს, ხო ბევრი სხვადასხვა მიმართულებიდან გაქვს. და ამის გამო ეს ქსელი უკვე ხვდება რა, აქ რა არის ფიჩერი და რა არის ის უბრალოდ ხმაური რა. Focusing in on the street sign, we see that RawNerf cleans up enough noise to make it legible. We can compare RawNerf's output to a standard nerf that's been trained on post-processed JPEGs. აჰა, ეს არის JPG ფაილებზე რაც თუ ასწავლი რა, ანუ უკვე ყველა არტიფაქტები რო შიგნით აქვს რა, ანუ უკვე ფაქტიურად შანსი აღარ აქვს რა. We had to scale it up by 16 times to make this video. იმიტომ ძალიან ბნელი სცენა იყო რა და მეჯერ გაზდე 4 ვარი დიგჭებას. ხო. 4 არა, მაგრამ ანუ ეხა ეს ამასაც ბევრი არტიფაქტი აქვს, მაგრამ ნუ ხო, იმიტომ რომ ბნელი სცენა ალბათ და ზოგადად სიგნალზე პრობლემაა მაინც, მაგრამ In the remaining examples, we'll simply show a noisy test frame, the corresponding RawNerf rendering, and then a path of novel views. ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს რომ ნახე, მაგრამ მომეწონა. ანუ რა მუღამი აქვს ეხლა რა, მაგალითად ამას. აი მაგალითად რო აიღო ავტომობილ ინდუსტრიისთვის, ხო? მანქანების რო კამერები უყენიან. ანუ იქ ხო შენ პირდაპირ გაქვს წვდომა, შეგიძლია აი მოიღო ეს რო data და თქვათ მისცე იმაზე მოძრავ მანქანაზე რა, ამ იმას სისტემას და ჩვეულებრივ სცენას აღადგენ ძალიან კარგი ხარისხით რა. ხო, ანუ მაგ შემთხვევაში ერთ-ერთი ის ეგ არის რა გამოყენება რა. This shiny stove
shows how RAWNERF inherits NERF's ability to model view-dependent effects. Accurate defocus effects. ხო, ნუ ეს უკვე რენდერის ისინია რა. ანუ მოკლედ მე უკვე როცა სცენა გაქვს, შეგიძლია post effect-ები დაადო შენ ამ სცენას რა, რაც გინდა რა, blur-ი გაუკეთო ან რაღაცა რა. ან ფოკუსი გადაიტანო Changing სხვაგან. viewpoint, focus, and exposure ეგა. altogether creates an atmospheric effect. ხო, ნუ ეგ თლიანი ერთ თუ არ ჩაწერილი ლოგიკურად ეგრე. ხო, ანუ შენ radiance field-ი რო გაქვს, მე უკვე რასაც გინდა იმას უზავ რა, ეგ აღარ არის ის რთული ნაწილი. ხო, ნუ მოკლედ ეგეთი. იქნება სხვა მიმართულებებით. ხო, მე კიდე არის დამატებითი რისერჩები, მაგალითად, როცა გინდა რომ ძალიან დიდ scale-ზე აკეთო რა, ეს Gaussian splitting-ი რა. აი ქალაქების, აი ეგეც ამ ავტომოტივ ინდუსტრიიდან მოდის რა, მაგალითად, როცა რაღაც მანქანაზეა კამერები და შემოძრავს მანქანა ქალაქში და მთელი ეს ქალაქის მეპი გინდა რომ აღადგინო და ნუ აქ უკვე სხვა ბევრი პრობლემები შემოდის, რომ რაღაც precision-ი როგორ იქნება, პოზიციებს რო შეინახავ, თქვათ, აი როგორ რამდენად შეგიძლია რომ შეკუმშო, ან როგორ ჩაწერო, რომ მერე რაღაცა ტრეინინგი არ გართულდეს და რაღაც დაყო ბლოკებად და მოკლედ რა, ბევრი სხვა ამოცანებია რა. ხო. და ნუ ეგ უკვე ისეთია, ცოტა უფრო ტექნიკური ნაწილია რა, ამოცანის ვიდრე. მე უფრო ის მაინტერესებს, აი უშუალოდ. ხო, ხო, მაგრამ უფრო საინტერესოა აი ჩემთვის პირადად აი უფრო ეგ არის, რომ რანაირად უნდა გააკეთო, რომ უფრო სწორად აღადგინო ნაკლები ფლოუტერები, რო გქონდეს ეს შეცდომები რა, არტიფაქტები რა. ხო. ანუ ეს არის ჩვეულებრივი, მოკლედ inverse render-ის ამოცანა არის. და ანუ inverse render-ის მუღამი რა არის, რომ შენ ეს გაქვს კამერები თავისი სურათებით და მოდი აღვადგინო სცენა, ხო? ეგ არის ანუ რენდერის შებრუნებული ამოცანა. ანუ მაგას აკეთებს, ოღონდ უკვე უფრო კლასიკური მიდგომით აკეთებს ეს მიცუბა, ხო ვილაპარაკეთ მაგაზე წინა იმაზე თქონი, ხო? აი მიცუბას ის რო ნახო. ვახსენეთ თვალს. დეტალები აღარ მახსოვს. ხო. მოდი ნახოთ და paper. ანუ ოღონდ ამის მუღამი რა არის? ის ხო იმას ხო ფიქსირებული აქვს პრიმიტივები ამბობს, რომ გაუსის სპლეტებია რა. ეს უფრო სხვანაირად უდგება. ეს radiance field-ის აღდგენას კი არ ცდილობს. ეს ცდილობს ანუ კლასიკური სცენის აღდგენას თავისი მეშით და თავისი მატერიალებით, რომელსაც მე თუ დავარენდერებთ ფიზიკაზე დაფუძნებულ გლობალურ განათების რენდერერში, ხო, ანუ გზების მიდევნებით მაგალითად, ხო, ანუ ორმხრივი გზების მიდევნებით, ან რაღაც სხვა მეთოდით. რანაირად გავაკეთოთ, რომ ესე დავარენდეროთ და მივიღოთ ის, ანუ ზუსტად იგივე პროცესია, მოკლედ დასწავლის, ოღონდ მარტივი გაუსის სპლეტინგების რასტერიზაციის მაგივრად გაქვს უშუალოდ ფიზიკაზე დაფუძნებული global illumination renderer-ი რა, რომელიც ამ რენდერს აკეთებს და bounce-ებს ითვლის რა. ანუ radiance fields კი არ არენდერებ, შენ mesh-ს არენდერებ თავის მატერიალით და bounce-ების გაკეთება უკვე მე შემხარეს არის რა. აჰა. ამას უკვე შეუძლია უშუალოდ mesh-ი აღადგინოს პირდაპირ. იქ ხო ჯერ შენ radiance fields აღადგენ და მერე ცდილობ ეს radiance field-ი რაღაცნაირად დამეშო. აქ პირდაპირ mesh-ს სწავლობ. mesh-საც სწავლობ და ტექსტურასაც სწავლობ და გარემომცველ განათებასაც სწავლობ და ყველაფერს სწავლობ. ხდები? ოღონდ ამისი რენდერერი ბევრად კომპლექსურია ხა, ხო? წარმოგიდგენია ის ცარიელი მარტო რასტერი. Fast tracer-ია ჩვეულებრივი, просто ხო, მატერიალიც უნდა შეცვალო, ესეც ხო, ანუ fast tracer-ია, რომელსაც შესაბამისად რაღაც მატერიალის გაგება აქვს. ამ მატერიალის კოდიც ხო აქვს, ხო, რომ მატერიალი დაარენდეროს. განათების კოდიც ხო აქვს, განათება სწორად დაითვალოს და ამ ყველაფრის ეს ყველაფერი გაწარმოებადი არის რა. აიგე? და ეს გაწარმოებადობა იმდენად ართულებს
ანუ მთელ ამ გრაფს ინახავს. აი ხა ეს ვიდეო მე რა ვიცი თუ გექნება დრო საკმაოდ გრძელი ვიდეოა როგორც მახსოვს. Hi ნუ there, and 15 welcome to this წუთია. talk about Dr. JIT, which is a new just-in-time compiler. ხო და ამათ მან დაწერეს ეს Dr. JIT არის ეგეთი just-in-time compiler-ია, რომელიც მოკლედ ამის ამ დიფერენცირებულ ნაწილში ეხმარება რა. და ეგ არის მაგისი ისა რა, ესე ვთქვათ. core რა, რაც მაგას ითვლის რა. და ხო, მე ამას სხვა ფეიფერებიც ჰქონდათ, არ ვიცი ხა აქ. მე ნახავ და ჩავაგდებ. თავიდან ეს საკმაოდ ძველი ვიდეოა. ერთ-ერთი პირველი ის რო გამოუშვეს, მაგრამ ნუ ეს ხო, ეს ხსნის, აი 2022 წლის არის. ეს ხსნის ეს მიცუბა 3 რო გამოვიდა, ანუ რა მუშაობს მიცუბა 3 რა. ანუ ეს შედგება ამ კომპონენტებისაგან, ეს შენი სცენა, ანუ სემპლერი, კამერა, ეს ობიექტები, მატერიალი, ტექსტურა, ინტეგრატორი და განათება და ესენი უნდა ამოხსნა. და შენ შეგიძლია რაღაცეები დააფიქსირო. მაგალითად, შენთვის ანუ ისეთი კონტროლირებადი გარემო გაქვს. ისე კი არის რაღაც რენდომ ამოცანას კი არ ხსნი. თქვათ, მაგალითად, რაღაცეები იცი და რაღაცეები არ იცი. მაგალითად, თქვათ, რომ ფორმა იცი და ტექსტურა არ იცი, ან ტექსტურა იცი და ფორმა არ იცი, ან განათება იცი და ფორმა არ იცი. ხო, ანუ შეიძლება სხვადასხვა რეალურ ამოცანაში სხვადასხვა ისინი ქონდეს რა, გარემო რა. ან შეიძლება რაღაც ქარხანაში რაღაცას აკვირდება, ხო, ბევრი კამერები და ცდილობენ რაღაცა აღადგინონ, ხო, იქ შეიძლება განათება ქონდეს კონტროლირებადი. ანუ შენ აყენებ განათებას. კამერაც იცოდეს. ხო, შეიძლება კამერაც იცოდეს სად არის და სემპლერიც იცოდეს და ნუ უფრო ბევრი რაღაცა უკვე გამოვაკელი და შესაბამისად ცოტა უცნობი რჩება და უფრო მარტივი ხდება რა ამოხსნა. This means that we have to compile ხო, ნუ ეხლა ხსნის რომ მთელი ეს პროცესი დიფერენცირებადი უნდა იყოს. და მთელი ამბავი. ანუ ეს არის გრაფი რენდერის რა. აი გიჩვენებს ხედავ ეს მთელი ეს ამ პროცესის გრაფია რა, მთელი რენდერის რა. ერთი კვირა დასჭირდა რომ ანუ პროსტა დაერენდერებინათ ეს და ნუ მოკლედ ძალიან რთული პროცესია, მაგრამ მე ეს იყო პირველი ვერსია რო გამოუშვეს და მე ბევრი რამე ძალიან დახვეწეს რა. Propagation can be interpreted as its own kind of simulation where the camera radiates derivative light into the scene that bounces around and accumulates gradients whenever it hits an object. Differentiable rendering is dynamic and that pushes us to make აი მოდი რეზულტატები ექნებათ ალბათ აქ რამე და ის ნახოთ. Automatically generated using this information to create an image. Let's move on to results. I want benchmarks. The first benchmark looks at what partial for this. On to results. I won't show any fancy demos because we have two other differentiable rendering papers at this graph that ხედავ ხო, ანუ სფეროთი იწყებს მაგალითად. და ეს რაღაცას კამს მიემსგავს. რაღაცას უნდა მივახმოთ. ეს ბევრად დახვეწეს რა. Instead, let's take a look at some benchmarks. The first benchmark looks at primal rendering without differentiation. I'm highlighting two scenes from Benedict Bitterli's repository here, starting with GPU rendering. The first bar ეს არ არის რელევანტური, იმიტომ რომ ძალიან შეცვალეს, ანუ ეს პირველ ვერსიებში ნელი იყო ძალიან რა. მოდი აი ამის იმაზე გვერდზე გადავა. და ეს რა არა ეს არ გვინდა, აი აქ გვინდა. ხო, ნუ აი ხა ნახავ მაგალითად ესეც inverse render-ზეა. project is upload differential. ესეც inverse render-ზეა. ესეც აი ხა ამ შემთხვევაში SDF-ებს იყენებს გაიგე იმისთვის. სცენის აღსაწერად. ხო. With Xideng, interested in the reverse process of this. Shapes gets nearly perfect reconstruction results. ხო, ანუ ამას ის პლუსი აქვს, რომ ანუ mesh-ს ხო იღებ,
იღებ ტექსტურას, იღებ სპეკულარ ტექსტურა, ანუ მოკლედ მთელ ამ პროცესს ხსნი რა და შესაბამისად პირდაპირ relatable არის რა შენი ობიექტი რა და ანუ შენი სცენა შეგიძლია უბრალოდ ან რესურსად შეიძლება გამოიყენო სადღაც. ხო, სადაც ანუ მთლიან ამოცანას ხსნი და შეგიძლია უბრალოდ განათება აიღო და სხვა მიავა და ანუ უნდა დარენდერდეს სწორად რა. Optimizing materials, our reconstruction can to intersect in this equation, and we can just abbreviate it to a simple integral over samples to direct. ხო, მაგალითად აქ სხვათა შორის მახსოვს, რომ ერთ-ერთი თავარი პრობლემა რა არის visibility-ს როცა აკეთებს, ანუ ის არ არის რა, სილუეტების ამოხსნა უწევს რა. და ეს სილუეტების ამოხსნა არის რაღაცა რთული პროცესი რა. The silhouette curve to some seam band nearby, and equivalently relax the surface to a seam volume. This level sets threshold. იმიტომ რომ ეგ მახსოვს რომ პირველ paper-შიც ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და მე შემდეგებში რაღაც ცოტა დახვეწეს, მაგრამ მაინც არ არის იული თემა. იმიტომაც იქნება რომ And for foundation time ran on. ხო. ნუ აი სხვათა შორის ხო. ამას ის პლუსი აქვს რა, რომ რახან განათებაც რენდერის ნაწილია. ეხლა მაგალითად nerves რო შეადარო ან Gaussian split-ებს, ხო? ის ხო radiance fields ხსნის. იმისთვის განათების ცნება არ არსებობს რა. ანუ იმან არის ის სად არის განათება, ან როგორ ანათებს, ხო? და ამ მეთოდმა განათებაც უნდა ამოხსნას, ანუ სადღაც უნდა დასვას განათება და აი ხა ამ შემთხვევაში ეს დრაკონი რახან განათება აქვს და ჩრდილი ეცემა, ხო? რაღაცნაირად ეს უნდა მიხვდეს, რომ განათება აქ არის და დასვას ისეთ პოზიციაზე, რომ ჩრდილი დაემთხვეს. ანუ მახსოვს რომელიღაც ეგზამში ქონდათ სკამის მოდელი რა და ანუ რეალურად რენდერერი ანუ ჩრდილის სილუეტებიდან ხსნიდა ფორმას რა. იმიტომ რომ პირდაპირ სურათებში არ ჩანდა თქვათ ამ სკამის უკან ფეხები როგორ იყო განლაგებული გეომეტრია, მაგრამ რახან განათება იყო გვერდზე ჩრდილი ეცემოდა ძირს, იმ ჩრდილში ჩანდა რომ ეს ფეხს რაღაც ფორმა ჰქონდა. ხდები ხო? ანუ ფაქტიურად განათება როგორც კამერა ისე ეხმარება რა ამ შემთხვევაში იმ რენდერერს. ხო. მაგრამ იმ ფეხს არ ექნებოდა როგორ? ფერი არ ექნებოდა თქო. ხო, არა, ფერი შეიძლება არ ქონდა, ხო, არა, ანუ ფორმა მაინც ამოხსნა რა, ანუ მაგაზე არა ლაპარაკი. არა, ნუ ეგეც მაგარი. შეიძლება ზოგ ერთ კამერაში ან ორ კამერაში ჩანდა, ხდები, მაგრამ ნუ ის ფაქტი, რომ დანარჩენებში ჩრდილები ჩანდა ამ გეომეტრიის, ხო? ეგ დამატებითი ინფორმაცია იყო რა მაგისთვის. Thing to note here is that აღარ მახსოვს რომელ იმაში იყო ეგ, რომელ მეთოდში, მაგრამ ნუ ერთ-ერთი იყო რა. გამჭირვალეებსაც რო კარგად ჰენდლობს ეგეც. ხო, რა თქმა უნდა, თუ აღუწერ ყველაფერს, ანუ შესამისად შეუძლია. Medium target dose distribution, which is usually simply the binary discretization of the target shape. What should be the back projection operators are not inverses of one another. Light travels inside of the ეს უფრო ისეთი იქნება რაღაც მაგალითად ხო მაგალითად კაუსტიკა გაქვს ან რაღაც განათება გაქვს რომელიც რაღაც გეომეტრიაში გადის და კედელზე ესეთ რაღაცას იახ რა და ეგ არის შენი ინტერესი რომ ეს მიიღო ბოლოს მიხვდი და ანუ რა ფორმა გინდა მისცე იმ შენს გეომეტრიას რომ საბოლოოდ ესეთი ის მოგცეს კედელს რაღაც ეგეთი რა free flight distance to optimize as you can see the contrast is greatly improved in the final. Ну, მაგრამ ეს ძალიან ისეთი ხელოვნური კი არა რაღაცნაირი ამოცანა. ხო. მოკლედ ხო, ეგ არის რა, ანუ ეს Gauss splitting-ებისგან იმით განსხვავდება, რომ თელ რენდერის პროცესს უკეთებს იმას, დიფერენცირებას და განათებას და ობიექტების აღქმა აქვს და იმ შემთხვევაში Gauss-ი პროსტა radiance fields აღწევს და იმას არა აქვს იმის აღქმა, რომ ანუ რა არის რა სცენაში გამოსახული. ეგ არის. მაგრამ ნუ ხო გეონები რაღაცა ნენელა შეიძლება მე გაიბლაროს ეგ ზღვარი, იმიტომ რომ ნენელა ისინი ცდილობენ რომ რაღაც ნაწილი
ამოხსნან დამატებით რა მარტო radiance shield-ი კი არის. შემდეგი ნაბიჯი ეგ უნდა იყოს. ხო, მაგრამ ნუ უფრო ცოტა რაღაცა ხელოვნური ის არის რა, როგორ გითხრა. აი რაღაცა ერთ case გაუწერ სადღაც, გაიგე, რომ აი მოდი ანარეკლები ცოტა გავაუმჯობესოთ, ხვდები? ან მოდი რაღაცა ჩრდილი გავაუმჯობესოთ ან რაღაც, მაგრამ საერთო ჯამში მე უფრო იმ კუთხიდან უყურებ, რომ ახლა რა გაუსებიც არის, აი რაღაც 3D ფოტოში დავეცდა. მიტოვებს რა როგორ? რაღაც ამგაზრდობლებიანი ფოტოსავით არის რა, ანუ ხო. ჩაშენებული ყველაფერი რაღაც ფიქსირებული სცენაა. ეგ არის მაგისტვის იდეალური, ესე ვთქვათ, ამოცანა რა, უფრო მაგას ხსნის, ანუ იდეალურად. მაგისტვის გაკეთდა თავიდან, ესე ვთქვათ რა. სიტყვაზე relatable-ს რო იყოს, უკვე გაქვს საშუალება, რომ სიტყვაზე სხვადასხვა ადგილას გადაღებული ამ გაუსიანებით სცენები ააწყო დიდი რა. კი. და რაღაც პირობითად ეხლა მაგალითად ერთ-ერთი გამოყენება რაც შეიძლება იყოს რა, მე რაც წარმომიდგენი არის, რომ აი ხო გაქვს რენდერერში სიტყვაზე environment light-ი რა, ანუ ეს გარემომცველი რაღაც სცენა რა, რომელიც შორს არის. როგორც წესი ეგ infinity-ია, ანუ უსასრულოა, ან შეიძლება რაღაც, რავი, სფეროა რა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მაგრამ ანუ ეს ამ შემთხვევაში შენ თუ გინდა მეტი დეტალიზაცია შეიტანო, მაგალითად რაღაც ხეებს ცოტა ფორმა ჰქონდეთ და რაღაცა სახლებს, ხო? ანუ შეიძლება ეს რაღაც გარემომცველი ფენა შექმნა გაუსებით და შიდა სცენა რომელშიც უკვე მოქმედება ხდება. აიგე? ახლო დისტანციაზე რა მეტნაკლებად. აი იქ უკვე შეგიძლია მე ჩვეულებრივი ტრადიციული მეთოდით გააკეთო რა, ან მეშები გქონდეს ან რაღაცა რა, მაგრამ ეგ კარგი ვარიანტია. ხო, იმიტომ რომ ის მაინც მეტნაკლებად მოშორებით არის, პირდაპირ ინტერაქცია არ ხდება და დანარჩენი უკვე სადაც გჭირდება რაღაცების განათება, იქ უკვე გექნება მეშები რა. ხო, ეგეთი რაღაცა შეიძლება. რა არის ახლა მეთოდები ვითომ? მაგრამ ხო გენები მაინც უფრო ყველაფერი დაბეიკებულია და ხო, როგორც თქვი რა, რაღაც მიმართულებით არის რა მუშაობები, მაგრამ აი ესე პატარ-პატარა რაღაცა რეზულტატები იდება და რაღაც ესეთი სტანდარტიზაცია რა მაგნაწილისა არ მომხდარა. ეხლა გარდა მოგეონები აი ამ inverse render-ის მეთოდისა, რომელიც მთლიანად ყველაფრის ამოხსნის საშუალებას იძლევა რა. მაგ მხრივ არის ეს უფრო ისეთი რა, უფრო general ამოცანას ხსნის რა, უფრო ზოგადს ვიდრე თქვათ რაღაც გაუსის შემთხვევაში. ხო, ანუ გაუსიც ზოგად, ანუ გაუსი უფრო კონკრეტულ ამოცანას ხსნის, რომ radiance field-ს აღწევს. პროსტა ხალხს იმდენად მოსწონს, რომ მოდი იქნებ ესეც ამოვახსნევინოთ, რაც რისთვისაც არ არის რა გაუსი. ხო. ეგეთი ამბავი. ხო, ნუ ეგ არის რა ძირითადად, რა ვიცი. თუ რამე კითხვები აქვს ვინმეს, შეგვიძლია ვილაპარაკოთ და თუ არა და მე გონი მოვყევი, რაც ვიცოდი. ხო, არა, მე მგონი ისეთი აღარაფერი. ახლობთ გასაგებია რასთანაც გვაქვს საქმე. ხო. რაღაცა ეს. კი ბატონო. ხო, ან თამაშებში დიდად რავი არ ვიცი, დიდად არ შემხვედრია ასე. აი აქ შეცდომა მაქვს, აი ხედავ, ეს ერთ-ერთი სურათი, რომელიც ტრეინინგისას მივეცი, დაზუმული იყო რა. და აი ხედავ აი აქ ესეთი რაღაცა როა. საინტერესოა. მაგის და ეს მიაბეიკა აქ სადღაც კედელზე ცუდად. ანუ აქედან არ ჩანს, ხედავ, იმიტომ რომ ის სურათი აქედან არ იყო. არც აქედან არ ჩანს. აი სადღაც აქედან იყო, გაიგე? ოღონდ სხვა ზუმი ჰქონდა და რაღაც ვერ ამოხსნა წესიერად და ესე უშნოდ ჩასვა. ხო, ნუ ზედა მხარეს დეტალი აკლია, იმიტომ რომ ზედა მხარეს ფიზიკურად არის. ხო, აი გუმბათი მეტნაკლებად არის, მაგრამ მოიცა. ახლა თუ მოვაშლი ამ რაღაცებს, მაშინ მეც